Ბევრი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს 14 პროგრამულ ღონისძიებას. უმეტესი აი ამ ღონისძიებებისგან არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მორგებული. ერთ-ერთი გახლავთ ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში. მოგეხსენებათ, ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა და შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული დაავადებები, წვრილი ნაწლავების და სხვა ორგანოების დაზიანების. და მიზეზი ამისი გამომწვევი გახლავთ მარცვლეულში არსებული ცილა გლუტენი, რომლის მიმართაც გენეტიკურად განწყობილ პირს შეიძლება ჰქონდეს მომატებული მგრძნობელობა. თვითონ პროგრამა გათვლილი არის 2-18 წლის ბავშვებზე, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული და მექანიზმი თვითონ აი ამ პროგრამაში კვლევაში მოხვედრის გახლავთ შემდეგი, როდესაც ოჯახის ექიმი იქნება გასტროენტეროლოგი, ენდოკრინოლოგი თუ სხვა პროფილის ექიმი ეჭვს მიიტანს ცელიაკიაზე იმ რისკ ფაქტორების ჩამოთვლილი არის რისკ ფაქტორები, ამის გათვალისწინებით მას შეუძლია გადაამისამართოს ფორმაასის მიმართვის საფუძველზე ბავშვი ამ ღონისძიების შემსრულებელ დაწესებულებაში. განსაკუთრებული გამოვლენა ხდება 2-დან 4 თვის ასაკში, თუმცა მაქსიმალური დატვირთვა რა თქმა უნდა უფრო მოზრდილობის ასაკში მოდის, როდესაც იწყებენ უკვე ბავშვები გლუტენის ხორბლის, შვრიის, ჭვავის, ქერის, მარცვლეულის საკვების სახით მიღებას და ეწყება შემდეგ ეს სიმპტომები. ჩვენთან ძირითადად მოდის პაციენტები, რომლებიც რისკ ჯგუფის მიეკუთვნებიან, ეს არის აუტოიმუნური დარღვევები, ენდოკრინოლოგიური დარღვევები, დიაბეტი, დადასტურებული ცელიაკიის პაციენტების პირველი რიგის ნათესავები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, რომლებიც აუხსნელია სხვა რაღაცა მიზეზებით და შეიძლება მართლა ამ კვლევით აღმოვაჩინოთ პრობლემა ცელიაკია, რომლის შედეგადაც გლუტენის ამოღება მოხსნას ეს ძირითადი პრობლემა, რითაც ემერჯენსში პაციენტების მომართვიანობა არის საკმაოდ ხშირი.